სიტუაციისა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის მთავრობები კულუარულად ან არაფორმალურად თანამშრომლობენ. ასეთი რამ ყველა ქვეყანაში არა მარტო ჩვენთან არსებობს საჯარო ინფორმაცია, არსებობს დახურული ინფორმაცია, არსებობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არსებობს. თქვენ წარმოგიდგენთ, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია შეიძლება ექსპერტთა რაიმისთვის იყოს ღია? არა, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ღია, ამიტომ არის რომ ექსპერტების შეთავაზებები ძალიან ხშირად ცდება ხოლმე რეალობას, იმიტომ რომ რეალობა, ასეთი მძიმე პოლიტიკური რეალობა შეიძლება იყოს ერთი რომელზეც ხელი არ მიუწვდება ექსპერტს, მაგალითად ძალიან რთულია იცოდე რა ტიპის სიგნალები მოდის იმ არხებიდან, რომელიც არსებობს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ხო? რა რეალური ინტერესები აქვს რუსეთს. ნუ ხა რამდენად აბსოლუტურია მისი მტრობა საქართველოს მიმართ. მას უბრალოდ უნდა რომ მთლიანად გააქროს საქართველოს როგორც პოლიტიკური ერთეული რუკიდან, თუ უნდა რომ საქართველოს ასე თქვათ საერთაშორისო პოლიტიკის ჟარგონი რო ვიხმაროთ, ასე თქვათ მიიწევოს თავისი გავლენის ორბიტაზე, ხო? ამიტომ მათი ინტერესების ცოდნაც არის მნიშვნელოვანი, თორე ეს ექსპერტებს ტელესტუდიაში ბევრი რამე შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ეს ამნიშნავს, რომ ეს იქნება აუცილებლად და 100%-იანად მართალი და სწორი. ნუ მოკლედ თქვენ რეკომენდაციაზე ჩვენი რადიო მსმენელის ზარის შემდგომ ტელეფონში. დიახ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენ ორივე სტუმართან მაქვს შეკითხვა, ორი შეკითხვა. ზუსტად ამას ცნებზე კავკასიის ეთერში ბატონმა ზურაბაბაშიძემ ბრძანა რაღაცა, რომ აეხლა ჩვენთვის კონკრეტულ სიტუაციაში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან იქნებოდა საზიანო ჩვენთვის. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და მეორე, მამუკასთან მაქვს შეკითხვა. თუ არ ვწევი შარშან თუ შარშანწინ, თქვენ ბრძანდებოდით რუსეთში რუს ექსპერტებთან სასაუბროთ. თქვენ რო დაუწვით თეორიული კითხვა, თუ რაღაც მეშკება შემიძლია, თქვენ რო დაუწვით კითხვა, რომ აი თეორიულად, თქვა ჩვენ ვექტორი ჩვენი შევიცვალეთ, ანუ არა დასავლეთის, არა თქვენკენ შემოგვიყვეთ. მაშინ თქვენაც გთავაზობთ. და მათ გიპასუხეს, რომ მხოლოდ იმას, რომ თქვა გავხსნით ბაზრებს. და არავითარი აფხაზი და ოსეთი, ეს მართალია თუ არა? მადლობა. მეორე კითხვა ძალიან კონკრეტულ. მეორე კითხვა ესეთი იყო, კარაგანოვთან იყო ერთი ლაპარაკი, კარაგანოვის ცნობილი ექსპერტია. კარაგანოვმა გაუცა პასუხი, თორე საექსპერტო ჯგუფი რუსებისა უამრავი იყო, ეს იყო შარშან წინ. და იქ დაისვა შეკითხვა, რომ რას გთავაზობთ? ნიკონოვიც იყო სხვადასხვა მარკედონოვის ცნობილი ექსპერტი, მაგრამ კარაგანოვმა გვიპასუხა ყველას მაგიერ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ კრედიტები. და ჩვენ ბევრი ვიცინეთ, იმიტომ რომ კრედიტებს ლუქსემბურგის მოგცემს თუ მომიდომე და ბევრად უფრო შეგავათიან იმაში. და მე მაინც ჩავეკითხეთ, რომ აი უბრალოდ ასეა თუ ისეა პრინციპში პასუხი არ ქონდა. სხვა შორის უნდა გითხრათ, დღემდე არ აქვს პასუხი რუს პოლიტიკურ ელიტას და მესიც მინდა გითხრათ, რომ აი როდესაც ლევანი ამბობდა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში არა მარტო შარშანწინ, ეხლა გახდით დეკემბერში რუსულ-ქართული შერეული კომისიის ესე იგი ჩარჩოში ქონდა შეხვედრა, ეს იყო ტყვეების და დაკარგულების მოძიების ეს იყო ფორმატი იყო და იქ დაახლოებით ესეთი სურათი წარმოგვიდგა თვალწინ, რომ იქ არის დაახლოებით 3 მიდგომა ამ თემის მიმართ. ერთი ფიქრობენ, რომ ესე იგი თქვენ უნდა იყოთ ჩვენ ორბიტაზე, მაგრამ სამაგიეროდ რას მოგცემთ გაცმარეთის, მეორენი მოკლედ რა მინდა გითხოთ, რომ შორსაბჭოს შემოწმოთ. თავარი ისე რომ ერთიანი მიდგომა ამ თემის მიმართ არ არის. მე უფრო მეც გეტყვით. არა მარტო საქართველოს მიმართ არ არის ერთიანი მიდგომა. არა, ხო და საბოლოო ჯამში ეს იყო, რომ იქ არჩევნები ჩატარდეს და მერე ვილაპარაკოთ. ანუ იგულისხმებოდა ამით ვერ ხვდებოდა ამერიკის არჩევნები. ანუ ამით ვერ ხვდებოდნენ, რომ პრინციპში მაინც ცნობდნენ ამერიკის უზენაესობას მიმდინარე პროცესებზე. და საინტერესო იყო ისიც, რომ საინტერესო კი არა, თავარი ალბათ ის არის, რომ ასეთივე ტიპის მიდგომა, როცა არიციან რა უნდა მოუხერხონ ამ თუ რეგიონს, არის არა მხოლოდ ჩვენს მიმართ, არამედ მთელ კავკასიის მიმართ. ეს ჩანდა ძალიან კარგად იქ. როცა ძალაზეა დაყრდნობილი ყველაფერი და გააზრებული პოლიტიკა სამწუხაროდ არა აქვს. აი პირველი კითხვა ჩვენი მსმენელისა ბატონ ზურაბაბაშიძის რეპლიკას შეეხებოდა, მე პირადად არ მომისმენია ეს რეპლიკა, მაგრამ ამ თუთას დავეღნოთ რადიო მსმენელის და დემოკრატიის ზარს. მართლა საზიანო იქნება საქართველოსთვის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა? საქართველოს ხოვნის შემთხვევაში საზიანო იქნება ბუნებრივია, მაგრამ თუ ეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ინსპირირებული, მაშინ შესაძლებელია ამ თემაზე ფიქრი. და რა ფორმით? ფორმას გააჩნია, ფორმას ვერ ვთქვი, ყოველ შემთხვევაში იმით მაინც, რომ
დაზგურისხოთ რა ფორმით. აი როგორ უნდა ჩაერიოს საერთაშორისო თანამეგობრობა და რა ფორმაში ასწავლოს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობას თავის დროზე უნდა დაიწყოს უბრალოდ საქართველოს მოლაპარაკების ფორმატი უნდა შეეკრა. ყოველ შემთხვევაში უნდა ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო. დაგვიანებულია დღესაც. არ არის დაგვიანებული, მაგრამ ბევრი დრო გავიდა და რაღაცა ამ ფორმატში გამოიკვეთებოდა სხვადასხვა საკითხები, სადაც შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა პირველი არ ყოფილიყო, მაგრამ ფორმატი შეიქმნებოდა. ეხლა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ვითომ არ უნდა რუსეთის ხელისუფლებას ლაპარაკი, ეხლა ეს არის ესეთი პოზის მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს პოზა ერთგვარი და არა თქვა სერიოზული გადაწყვეტილება. ჯერ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას სხვადასხვა ფორმით მაინც ლაპარაკობენ ერთმანეთში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. საინტერესო. ნუ წარმომადგენლები ყოველ შემთხვევაში ახლა ეს ოფიციალური დელეგაციები არ არის ბუნებრივია, მაგრამ წარმომადგენლები საუბრობენ. და ბატონო თქვენი კომენტარი აი ამ მოსაზრებაზე, იმიტომ რომ სულ მათ დარეკა და გითხოთ. ჩვენთვის ახ დიპლომატიური ურთიერთობების გაცირება, იმიტომ რომ კონსული ჩვენი თუ არ ვწდები, მაინც არის ხო, საკონსულო მუშაობს ხო ვწდები. იყო მე ვფიქრობ აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაღაცნაირად გამოგვეხატა ყველაფერი ასაც ვზნობდი და რაც იყო ეს რომ გასაკეთებელი ნაბიჯი, რაც აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. ეს არ ნიშნავს, მე ვიზიარებ ამას, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს არანაირი კონტაქტები, მე დარწმუნებული ვარ, ასე ხდება აქაც და ასე ხდებოდა ყველგან და კიდევ მოხდება, არსებობს ურთიერთობები, არსებობს კონტაქტები, შესაძლოა პირველი პირები კრემლში, თბილისში ერთმანეთს ხელს არ ართმევენ და ახალწელს არ ულოცავენ დეპეშებით, მაგრამ კომუნიკაცია არსებობს, ეს ბუნებრივია და ამაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია რა როლს ითამაშებენ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები და მეგობარი სახელმწიფოები, შეერთებული შტატები და სხვა და სხვა, რომელთა გარეშეც ჩვენ ძალიან უფრო ბევრად უფრო რთულ ვითარებაში ვიქნებოდით კიდევ ვიდრე დღეს ვართ. აი არსებობს ძალიან მწვავე თემა, ხო, ტყვეთა და დაღუპულთა, დაკარგულთა, უბრალოდ მოძიების სამუშაოები, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პროაქტიულად მონაწილეობენ საქართველოსდანაც და რუსეთიდანაც, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში მათ შორის ურთიერთობის და მათი ერთობლივი საქმიანობის ფაქტები პრაქტიკულად არ არსებობს. არ არის ეს სისტემა, რომელშიც შეიძლება ხელისუფლება ჩაერიოს. გასაგებია არის ეს თემა და ეხლა ჩვენი მეშვეობით უნდა გითხრათ, რომ ჩვენი აი ამ კომისიის მეშვეობით, რომელიც თავმჯდომარე საქართველოს მხრიდან არის მახალ გულაშვილი და რუსეთის მხრიდან მაქსიმ შევჩენკო, საზოგადოების პალატის წარმომადგენელი, ჩათვალეთ, რომ ერთმანეთს ესაუბრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლება გთხოვს, ხო, ჩვენ ფრინავის დაბრუნებას, რომელიც 22 ეკიპაჟის უფროს, რომელიც გამქრალია. ასევე საქართველოს ხელისუფლება გვაძლევს სიას, რომელიც მეშვეობითაც ჩვენ ვთხოვთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემა მოგვიგონოს, ანუ ეს ადამიანები გვაპოვნინოს, ხო? ასე რომ ეს ფორმატი არსებობს და განსაკუთრებით აბსოლუტურად ნორმალურია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ ფორმატს ეს ფორმატი მისაღებია ორივე მხრისთვის. და გავიწყებოთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ასევე თავის თავზე იყო საპატრიარქო. და საპატრიარქოს რომ რიგ შემთხვევაში ესე იგი გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლების ნააზრევსაც ამჟღავნებს იქ რო ჩადის, ესეც ფაქტია, ხო? საპატრიარქოს წარმომადგენლები. და რომელიმე კონკრეტული ასეთი გზავნილი ხელისუფლებიდან, რომელიც იქ დაუშვათ, თუნდაც მაგასაც საპატრიარქოს განაცხადა პრეზიდენტმა. გავრცელდა რომელი იყო ყველაზე ისეთი? თვითონ განაცხადა პრეზიდენტმა, რომ მე ბატონ პროფესორ თუწმინეს დაუნეტარეს თხოვე ესა და ესე თქო და ხო მე აღარ მინდა ეს გავიმეორე საქართველოს პრეზიდენტის და პატრიარქის პრეროგატივა, მაგრამ ასეთი ფაქტი იყო თვითონ თქო პრეზიდენტმა, ხო? მე უბრალოდ სხვა რამე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პატრიარქს უზარმაზარი ავტორიტეტი ასე იქ გულისხმობ. აქედან გამომდინარე, მე რაც პირადად ნახე, ესე კირილის დამოკიდებულება, მისი სახელის პატრიარქი იქ არ ყოფილა იმ წუთში და ვგზნობ, რომ რუსეთის საპატრიარქო უკვე გარკვეულწილად ცდილობს, რომ ეს კონტაქტები შეინარჩუნოს და გააღრმავოს. რუსეთის საპატრიარქო მიუხედავად თავისი ფრონტისა ერთგვარი აღიარების შემთხვევაში ამ ორი სეპარატისტული რესპუბლიკის მაინც გარკვეულწილად გავლენის ქვეშ არის ძალიან სერიოზული გავლენის ქვეშ არის რუსეთის ხელისუფლებისა. არის ამის ნიმუში დაუშვათ ეს წერილი, რომელიც მისწერა ედვარდ კოკოიც, რომელიც გამოქვეყნდა პრესით. კირილმა. კირილმა. რასაკვირველია